საჯებს რაც შეეხებათ დეიმონ მერფი ავსტრალიელი ძირითადი რეფერი შეგახსენეთ მატ მუტარენდა და თამაში დაიწყო ჟალიბერმა დაარტყა მაღალი ბურთი უკან ჭეიშვილმა უნდა ითამაშოს გადაახტა ჭეიშვილს და ტაბუცაძემ დააზღვია შესანიშნავად ორი კაცი გადაყრაზე ყველაფერი წესრიგშია წამოიღეს ბურთი გორგაძეც დაბრუნებულია ნაკრებში ეს არ გამოგჩეს თუ მეშლება თქოს უფრო დავიჭირეთ კი შეკინო შარიქაძე არ ამგონია რომ მოედნიდან გაიყვანონ დატოვებენ ალბათ ვიდრე ჯამთელია და კი 13 ნომრის პოზიცია აიღო თამბოზე თან კვესელაძე უთამაშებელია ბოლო დროს გლოსტერში მას არ მოუწია ბოლო მატჩებში თამაში ორი თამაში ასე რომ აიც აფლაძეს ამბობენ მოძრავია ძალიან მაღალი სამუშაო ეთიკათან ძირიდან სწრაფად მანიპულება ძირიდან სწრაფად წამოიღება გადაადგილება ასე შემო გავიდა დუპონი და შემოვიდა 9 ნომრად ლუკუ მაქსიმ ლუკუ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს ლუკუ გაიტანა ტამაგზე რომელიც 10 ნომრის ფუნქციებს ასრულებს კარგად ჩავხურეთ იქით უბრალოდ ბოჭვაა შესასრულებელი მშვენიერია ლუკუ ალდრიკი ფორმაგი აი ეგრეს აღინაძეს თუ ჩაუვარდი ხელში მე კარგად იყავი ტამაკი ფორვარდები ათამაშა ისევ ტამაკი დანტი არის არ არის ჯარიმა რაც მთავარია ფეგო ტრიალებენ და ესე ტრიალით მოდიან დაშალეს და პენოსლელო თუ არ დაუარდა არა მე მგონია სამი დარტყმით შეგვაქუჩეს და ბევრი მაგრამ ფარლონგიც იყო სექსტონელი გუნდი იყო იქ ახლა ესეთი მაგრამ მე მგონი გიბსონ პარკის სახით შესანიშნავი 9 ნომერი იშოვეს ბუში ძალიან კარგი იყო ამასობაში განახდა თამაში და კარგი დარტყმით ლუკუ მოიგერია ჩვენსკენ ბურთი და ცუფრანგებს ჯებათ მაინც ბურთი ყველა გადაგორებული ბურთი მათია ცეცხლ არ გამიმართლა ხო ახლა რომ გაჭრეს ხაზი პენო ამოაგდო ბურთი დაუარდათ ფრანგებს და აი აქ გოლი კარგად გავაჩერეთ აი ახლა ერთი აქეთ მოაწექით მაგრამ მე უკან დაიწყეს ფრანგებმა მიწოლა უნდა როგორმე დადგეს ნაკრები უნდა დადგეს როგორმე მოლი მაგრამ არა ამას უკვე აღარაფერი ეშველება დაიდოლელო დაიდო და სავარაუდოდ მისი ავტორი კლავ მაუაკა და ამ თამაშის ბოლო შტრიხი ჟალიბერი ურტყამს კარში და დააფიქსიროს საბოლოო ანგარიში ეს არის 41-5 კი ღირსეულად გამოვიდა იყო ჩავარდნა ამ